Ярდის შემდეგ სალანძღავ სიტყვათა ლექსიკონს სოროსი და არასამთავრობო სექტორი შეემატა. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის შეურაცხყოფელი განცხადება არა მხოლოდ საზოგადოების აღშფოთების მიზეზი გახდა. თამაზ მეჭიაურს თანაგუნდელებიც აუჯანყდნენ. დეპუტატისგან ყველა საჯარო ბოდიშს ეულდება, მეჭიაური ბოდიშის მოსახდელად მზად არის, თუმცა არა პრეზიდენტისთვის, არამედ ბიძინა ივანიშვილისთვის. ბოდიშის მოხდას თამაზ მეჭიაური არც პრეზიდენტისთვის და არც არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის აპირებს. დეპუტატი მზად არის პატიება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს თხოვოს. საპარლამენტო ტრიბუნიდან პრეზიდენტის შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთებიდან მეორე დღეს მეჭიაური რიტორიკას არცვლის. აქცენტი იყო უმადურობაზე პრეზიდენტის მიერ გამოჩენილზე. თვითონ აქვს დადებული სურათფოტოები და ამაში ვერაფერს გადავა რო ქსოვა იცის წუთს. იანიშარი ეს ექნებოდა ალბათ ისე დაკავებული ერთ-ერთი ენჯეოშნიკი ქსოვი თუ მას უქმნის დისკომფორტს ეს ჩემი გამოდები მე შემიძლია ბიზნეს მოუხადო ბოდიში და არა მათ. თამაზ მეჭიაურის სწორედ ყოფილი პრემიერის გარემოცვის წევრად განიხილება და კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიც გავრცელებული ინფორმაციით სწორედ ამ ნიშნით მიიღო. დავადანაშაული ბატონ ბიძინა ივანიშვილს რომ მან ერთი ენჯეოშნიკი სოროსელი როცა მას ეჭირა საქსოვი ჭიები ის გააგდებია და ვეტოთი აღჭურა. ამ გამოსვლიდან მალევე პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. სამოქალაქო სექტორი დეპუტატისგან ბოდიშს მოითხოვს. მეჭიაურს გაემიჯნა თანაგუნდელების უმეტესობაც, მიუხედავად იმისა, რომ მეჭიაურის ლექსიკა მათთვის ცნობილი აქამდეც იყო. ყველაზე მკაცრი შეფასება გუშინდელ გამოსვლას რესპუბლიკელების მხრიდან მოყვა, რომლებსაც წარსული საქმიანობის გამო მეჭიაურის კრიტიკა ასევე შეეხო. პრეზიდენტის კრიტიკის სურვილმა ნაბანწყალს ბავშვიც გადააყოლა, ნახევარი ქვეყანა შემოელანძღა ჩვენს კოლეგას, თითქმის მთელი ფრაქცია რესპუბლიკელების. ვამაყობ იმითი, რომ ვიყავი ეგრეთ წოდებული ენჯოშნიკი, სამწუხაროდ ქსოვა არ ვიცოდი, ამითიც ვიამაყებთ. თანაგუნდელების კრიტიკა მეჭიაურის მიმართ არადამაჯერებელია. ოპოზიციისთვის ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ თამაზ მეჭიაური ქართული ოცნების სახე და ბიძინა ივანიშვილის გზავნილების გამხმოვანებელია. პრეზიდენტის კრიტიკის მეჭიაურისეულ ფორმას ემიჯნება ფრაქცია ქართული ოცნებაც, თუმცა დეპუტატის შენიშვნას ამის გამო არ მიიღებს. ესე პირადი მოსაზრება გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა ეს არ არის პოლიტიკური გუნდის პოზიცია. მეჭიაურის პირით ლაპარაკობს ქართული ოცნება და კერძოდ ბიძინა ივანიშვილი, მათ სურთ არაერთხელ მიუყენებიათ შეურაცხყოფა პრეზიდენტისთვის. ბოდიში მოიხადეს თავის გამონათქვამების გამო, თუ ვინმე ზიანდება, ამ პროცესში ზიანდება ხელისუფლება. ცოტა რო ტეხავდეს კიდე არ უშავს, ძალიან ტეხავს, როდესაც დეპუტატი პრეზიდენტზე ასეთ რამეს ამბობს. მეჭიაურს ეთიკასა და კულტურაზე მიუთითებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან. იუსტიციის მინისტრი კი თმენის ვალდებულებას არა მხოლოდ დეპუტატისგან, არამედ პრეზიდენტისაგანაც მოითხოვს. დეპუტატს, მინისტრს, პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს დასავლეთ ევროპული სტანდარტების მიხედვით აქვს თმენის ვალდებულება. ადამიანისთვის სადეპუტატო ცხოვრებაში და არა მხოლოდ სადეპუტატო ცხოვრებაში, ზოგადად ყოველდღიურ ცხოვრებაში ეთიკა და კულტურა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. პრეზიდენტი იმყოფება პოლიტიკურ უწონადობაში. გიორგი მარგველაშვილს თამაზ მეჭიაური საჯაროდ აქამდეც ხშირად აკრიტიკებდა. ეს მას შემდეგ, რაც ეროვნულ ბანკთან დაკავშირებულ ცვლილებებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო. ხალხის არჩეული არა, ის არის ბიძინა ივანიშვილის არჩეული. თამაზ მეჭიაურს 90-იანი წლებიდან საგადასახადო ინსპექციაში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. არის 3 მოწვევის პარლამენტის წევრი. არასრულწლოვანებს შორის დაპირისპირება, რომელიც ტრაგედიით დასრულდა, რა გახდა ფონიჭალაში 17 წლის ბიჭის მკვლელობის მიზეზი. აზესუ ის ვაშუაში არის ისინი მაღაზიაში. მე პროექტი თქოს ვერ დაპირისპირება იყო, მეც გავიკეთე, მაგრამ არ ვიცი რა მოხდა. მოიგე ჯეკპოტი 700.000 ლარზე მეტი და აიხილე ყველა ოცნება. ნეტკრედიტი არის კომპანია, რომელიც ყოველთვის სიმართლეს ამბობს. გუშინდელი ფუნდუშები დღევანდელ ფასად ის სამჯერ უფროსია შენზე და შენ არ ხარ მისთვის ერთადერთი. თუ ვინმე სასესხეფული, მნიშვნელოვანია რომ მას განუმარტო ყველაფერი. აი ეს არის თქვენი მეორე საფულე. გამოიყენეთ იგი გონივრულად. ახალ კლიენტებს შეუძლიათ აიღონ სესხი 300 ლარამდე, 30 დღით და თანაც უფასოდ, ხოლო არსებულ კლიენტებს 1000 ლარამდე. ნეტკრედიტი, შენი მეორე საფულე. ჰუალინგი, თბილისის ზღვის ახალი ქალაქი. არ დაკარგო დრო, გადმოდი ახალ ბინაში ახლავე. იცხოვრე ჯანსაღ გარემოში და დაცულ საცხოვრებელ კომპლექსში. თქვენზე მორგებული გადახდის პირობები. პირველადი შენატანი მხოლოდ 10%-ია. დაგვირეკეთ 2 77 88 88. დაიხადე.
გაიხადე, საყვარელო. არა. მე რომ შემომაცალე პეპერონი. მიყვარს პეპერონი, მაგრამ ის არის აქ. რა, ძალიან მსუქანი ვარ? შენ პიცა ხარ. და მორჩა. ო, მამა მია, არა. გათავისუფლდი საკვების ნარჩენებისგან. ფინიტო. სუფთა და ჯანმრთელი კბილებისთვის. ჭამედალიე დაღეჭე ორბიტი. ჩემი თმის ფერმა არ უნდა დაკარგოს ინტენსიურობა. როგორც ექსპერტი, მე გირჩევთ სიოსის საღებავს. მისი პროფესიონალური ფორმულის წყალობით პიგმენტები ღრმად აღწევს თმის სტრუქტურაში. შედეგი: მდგრადი ფერი 8 კვირის განმავლობაში, როგორც სალონის სტუმრობის შემდეგ. და რაც მთავარია, სიოსის შეძენა შემიძლია ჩვეულებრივ მაღაზიაში. თმის საღებავი სიოსი, ფერის მაქსიმალური მდგრადობისათვის. როგორია იდეალური გათამაშება? ვიზები მრავალფეროვანი უნდა იყოს. ბევრს უნდა ჰქონდეს მოგების შანსი. რამდენჯერმე რომ იგებდე, კარგი იქნებოდა. რის მაშინ უნდა გაგვიძე. მარტივი წესები უნდა იყოს. ფული რომ თამაშდებოდეს და თავად წყვეტდე რა ვიყიდო. ავერსის იდეალური გათამაშება დაიწყო. თამაშდება 5x5000, 5x10000, 20000 და 40000 ლარი. ასევე 19000-ზე მეტი მომენტალური პრიზი. დომინოში წინა სასკოლო ვაჭრობა დაიწყო. მოდი და შეიძინე ყველაფერი ის, რაც სწავლისთვის გჭირდება. დომინო. დუშკაბინა 299 ლარიდან, გასაშლელი სამეულები 618 ლარიდან. გორგია ყველაზე იაფი ჰიპერმარკეტი. 3G 4G ისარგებლე 10-ჯერ უფრო სწრაფი ინტერნეტით ბილაინისგან. შეიძინე 4G სმარტფონები თვეში 19 ლარიდან და მიიღე ულიმიტო ზარები ბილაინის ქსელში. ულიმიტო SMS-ი, 1 გიგაბაიტი უსწრაფესი 4G ინტერნეტი და ულიმიტო WhatsApp-ი ყოველთვე 1 წლის განმავლობაში. ბილაინი ყოველთვის ყველაზე დაბალი ფასი. 10-დან 9 მომხმარებელი გვირჩევს პერვოლს. ფერის აღდგენის ეფექტი პერვოლისაგან. ის არა მარტო იცავს ფერებს გახუნებისგან, არამედ უბრუნებს მათ სიკაშკაშესა და ინტენსიურობას უკვე რამდენიმე გარეცხვის შემდეგ. 10-დან 9 მომხმარებლის რჩევა ფერის აღდგენის ეფექტი პერვოლისაგან. ახალი? არა, პერვოლის არის გარეცხილი. Head and Shoulders-ი. სისუფთავე, რომელსაც ინარჩუნებ ნებისმიერი წინააღმდეგობის მიუხედავად. შეინარჩუნე ჯანსაღი და ძლიერი თმა. სისუფთავე მთელი დღის მანძილზე. Head and Shoulders-ი 100%-ით ცოცხალი თმა. ცერეზიტის ხარისხი. ის თვალისათვის ყოველთვის დაფარულია. მისი საიმედოობა ეჯგარეშეა. ყველაფერი სწორედ მას ემყარება. და როცა იდეალური შედეგი გჭირდებათ, მას უზრუნველყოფს ცერეზიტი. საიმედო დაჭერისათვის ფილისწევო, იდეალური ზედაპირისათვის კი ღარების გასათანაბრებელი საშუალება. იდეალური შედეგის უკან ცერეზიტია. ხარისხი პროფესიონალებისათვის. სახელი: წითელქუდი. პროფესია: მიმტანი. საყვარელი ნაწარმოები: გოჩა მანუელიძის ინგლები. სესხის აღების მიზანი: მოპედის შეძენა. ემას კრედიტი: ონლაინ სესხი ყველასთვის და ყველაფრისთვის. ყურადღება! მოისმინეთ სექტემბრის თვის ექსპრეს შეთავაზება. 30 სექტემბრის ჩათვლით გახსენით ექსპრეს ანაბარი ლარში და დამატებით მიიღეთ +1% სარგებელი. ექსპრეს ბანკი. მარტივია. რაც არ უნდა გაიზარდოს თქვენი პატარა, თქვენი სიყვარული და ღამის მშრალი ძილი პამპერსში ეხმარება მათ, რომ მოემზადონ მომავლისთვის. პამპერსი შეიცავს სუპერ შემწევ მიკრომარგალიტებს, რომლებიც სისვალეს სწრაფად ბლოკავენ. 12 საათის განმავლობაში აჩუქეთ თქვენს პატარას ნათელი ხვალინდელი დღე. პამპერსი გისურვებთ სიყვარულს, ძილს და თამაშს. რაღაც ახალია. ხო, ეს წვილი ჯერ არ მინახავს. მადი საღმძვრელია ორმაგად. ახალი ტუქ სენდვიჩი, 2 ხრაშუნდნარი კრეკერი და მადი საღმძვრელი შიგთავსი. ახალი ტუქ სენდვიჩი, სავსეა გემოთი. აიღეთ კუთვნილი ავტომობილით უზრუნველყოფილი სასხი 1 საათში ლიბერტი ბანკის ავტოლომბარდის მომსახურებით. მიიღეთ 30000 ლარამდე თანხა ავტომობილის სასაკი შეუზღუდავად 5 წლამდე ვადით. ავტომობილის მართვის უფლებითა და დაზღვევის გარეშე. ეწვიეთ ჩვენს ფილიალებს. შეავსეთ ონლაინ განაცხადი ან დაგვიკავშირდით ტელეფონით. ლიბერტი ბანკი, ყველგან და ყველასთვის. ლამინატი 12 ლარი და 85 თეთრიდან, კარები 125 ლარიდან. გორგია ყველაზე იაფი ჰიპერმარკეტი. კონკრეტულად
ზოგადად კურიერს 9 საათზე ეროვნული გამოცდების შედეგების შესაძლოა გაუქმდეს. განათლების სამინისტრო საბოლოო გადაწყვეტილებას უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს. იმ შემთხვევაში, თუ სანიკიძეს უწყებამ უნივერსიტეტების გარეშე დარჩენილი 600 აბიტურიენტის ჩარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო, 26,000 სტუდენტი კვლავ აბიტურიენტის სტატუსს დაუბრუნდება. 26,000 პირველ კურსელი სტუდენტის სტატუსს წელს შესაძლოა საფრთხე დაემუქროს. განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, თუ კი გამონაკლისის სახით დარჩენილი 600 აბიტურიენტის ჩარიცხვის გადაწყვეტილებას მიიღებენ, წლევანდელი ეროვნული გამოცდების ყველა შედეგი უნდა გაუქმდეს და ყველა ჩარიცხულმა პირველ კურსელმა გამოცდები ხელახლა უნდა ჩააბაროს. განათლების სამინისტრომ ამ თემაზე მუშაობა უკვე დაიწყო. ჩვენ დავეკითხებით უნივერსიტეტებს, ჩვენ დავეკითხებით იმ სტუდენტებს, ვისაც არჩევნის შეცვლის ასე ვთქვათ, მოთხოვნით უკვე ძალიან ბევრჯერ მომართეს სამინისტროსაც და გამოცდების და შეფასების ეროვნულ ცენტრთან და მხოლოდ ყველას ინტერესების გათვალისწინებით მივიღებთ გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილება იქნება არსებული რანჟირების დოკუმენტის გაუქმება. მინისტრის ამ განმარტებას აპროტესტებენ უკვე სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებიც და მოშიმშილი აბიტურიენტებიც, რომლებიც ზღვარით გადალახვის მიუხედავად უნივერსიტეტებში ვერ მოხვდნენ. მოშიმშილეები თვლიან, რომ სამინისტრო მათ გაჩუმებას სტუდენტებთან დაპირისპირებით ცდილობს. მათთვის კი ვინც რამდენიმე დღეში სწავლას იწყებს, გამოცდების ხელახალი ჩაბარება გაუგებარია. ეროვნული შედეგები რა თქმა უნდა არ უნდა გაუქმდეს, რადგან უსამართლობა იქნება ჩვენ მიმართ. გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვითომდა ჩვენ ვუპირისპირდებით იმ ჩარიცხულ უკვე სტუდენტებს. მე მინდა მივუწოდო იმ უკვე სტუდენტებს, რომ ჩვენ არანაირად არ გიპირისპირდებით თქვენ. ინიციატივა მოშიმშილე სტუდენტების პრობლემების ხელახალი გამოცდებით გზით მოგვარების შესახებ მაია მიმინოშვილს ეკუთვნის. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ის ხვალ უნივერსიტეტების რექტორებს შეხვდება. ყველა აბსოლუტურად ყველა აბიტურიენტმა ისევ თავიდან უნდა გაიაროს, ასე ვთქვათ, რეგისტრაცია ჩამონათვალი უნდა მოამზადოს თავიდან. კი ბატონო, ამაზეა საუბარი. ბუნებრივია ავტომატურად გამოიწვევს იმას, რომ ამ სემესტრში უმაღლესი სასწავლებლები ასეთ ვითარებაში ვერ დაიწყებენ სწავლას. ალბათ მოგვარებადია და ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის ეს პრობლემა არ იქნება. გინდა ასე გადაწყვეტოს და გინდა ისე. ანუ ჩვენთვის ეს არც ერთ მხრიდან პრობლემა არ არის. მიმინოშვილის და სანიკიძის განცხადებები, რომ 600 აბიტურიენტის მეორადი ჩარიცხვისთვის ერთადერთი გზა გამოცდების ხელახალი დანიშვნაა, აბსურდულად მიაჩნია ყოფილ მინისტრს. დიმიტრი შაშკინი ამბობს, რომ გამოსავალი მარტივია. სანიკიძემ მათ ჩასარიცხად მხოლოდ სპეციალური ბრძანება უნდა გამოსცეს. მე არ მაინტერესებს აი ამ ბავშვებმა რა შეცდომა იმისთანა დაუშვეს, რო არ შეიძლება პატიო. არანაირი პრობლემა არ არის, არის დარჩენილი 18,000 ადგილი, რაც რამდენჯერმე აღემატება ამ ბავშვების რაოდენობას. არანაირი არ ჭირდება ამას ახლიდან გადაბარება და ასე შემდეგ. ამ ბავშვებს მიეცეს შესაძლებლობა მინისტრის ბრძანებით, თუ მინისტრს ეშინია მთავრობაზე შეუძლია გაიტანოს, რომ აი ამ დარჩენილ ადგილებზე ჩაერიცხოს ეს ბავშვი. განათლების მოქმედი მინისტრი ბრძანების გამოცემას არ განიხილავს. მოუწევს თუ არა 26,000 პირველ კურსელს ხელახლა ეროვნული გამოცდების ჩაბარება ხვალ უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან შეხვედრის შემდეგ უნდა გადაწყდეს. ნათესავებს შორის მომხდარ უთანხმოებას 17 წლის ბიჭი ემსხვერპლა თვითმხილველების განცხადებით გასროლას, რომელიც არასრულწლოვანისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა მოზარდებს შორის დაპირისპირება უძღოდა. სამართალდამცველებამ კოლობაში ბრალდებული ასევე არასრულწლოვანი და მისი მამა ადგილზე დააკავეს. 17 წლის ბიჭი სახლში დღეს გადაასვენეს. შემთხვევა გუშინ ფონიჭალაში მოხდა. მოკლულის მამა ყვება, რომ ინციდენტი მათ მეზობლად ქორწილში მოხდა, სადაც სტუმრად იმყოფებოდნენ. ის ამბობს, რომ მის შვილს არასრულწლოვანმა ნათესავმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყანისთანავე გარდაიცვალა. და მივიდა საავადმყოფოში და როგორ გუდარია ჩემი შვილი. აგერა ბირდა. გულში ბირდა. რამდენი წელი აქვს მოხდა? ერთ მოკლული ბიჭის მამა მომხდარს უთანხმოებას უკავშირებს, რომელიც რამდენიმე თვის წინ მასსა და ბრალდებულის მამას შორის მოხდა. რატო ისროლა მიზეზი რა იყო? რატო? მიზეზი მხოლოდ მამა იმისი და მოვიდა ჩემთან შერგებაზე. და რაღაცა პატარა ისტრალი იყო და მე ვთქვი, მიდი სახში, ხვალ მოვიდა მის შვილი. აზე ესრული. ის ვაშუაში არ იყო. მათეთი თვითმხილველების ინფორმაციით გასროლამდე არასრულწლოვანებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რაშიც მათი მეგობრებიც მონაწილეობდნენ. მომხდარი სათვალთვალო კამერებმა გადაიღო. ქორწილიდან გამოვიდნენ, დაპირისპირება მოხდა, ისროლაო რა.
მიზეზი რა გახდა, რას ამბობენ? მიზეზი არ ვიცი რა ხდა. ამბობენ რომ ძველი დაპირისპირება იყო რაღაცა და როგორც ვიცი მეც გავიგე. ძველი დაპირისპირება იყო, მეც გავიგე, მაგრამ არ ვიცი რა მოხდა. სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი ბრალდებული და მისი მამა თანამონაწილეობისა და იარაღის ტარების ბრალდებით შემთხვევის ადგილზე დააკავეს. დღეს მათ სახლში არავინ იყო. ადგილზე მხოლოდ საპატრულო ეკიპაჟი იმყოფებოდა. გუშინ აქ სახლიდან წაიყვანეს. სახლიდან არა, ეს ხორჯერში იყო. და იქვე დააკავეს ხო გუშინ? გამოძიება განზრახ-კვლავების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვის მუხლებით დაიწყო. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად დანაშაულის იარაღიც ამოიღეს. თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის მოქმედი მინისტრის არგუმენტები არადამაჯერებელი და მიუღებელია. ბოლო პერიოდში შეიარაღებულ ძალებში სუიციდის ფაქტებს თინახიდაშელი აზარტულ თამაშებს უკავშირებს, თუმცა მინისტრს დღეს არ განუმარტავს, როგორ აპირებს უწყება ამ პრობლემის მოგვარებას. სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელების განმარტებით კი დღეს ჯარში მოქმედი მაკონტროლებელი სისტემით ეს შეუძლებელი გახდება.